საქართველოს მოცვის ექსპორტს ევროპაში უახლოეს 2 წელიწადში განახორციელებს. უცხოეთის ბაზარზე სამეგრელო, საჭერისა და გურიის სანერგე-მეურნეობებიდან მიღებულ მოსავალს გაყიდიან. ახალი სანერგე-მეურნეობის განვითარება უკვე დაიწყო ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში და ქობულეთის რაიონის სოფელ ცეცხლაურში. მოცვი იმ ადგილებზე მოყავს, სადაც წლების წინ ჩაის პლანტაცია იყო გაშენებული. ერთ-ერთი საცდელი მეურნეობა ზუგდიდში დღეს პრეზიდენტმა პირადად დაათვალიერა და კენკროვანი კულტურის ჯიშების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გამართა. თითქმის 6 ჰექტარი ტერიტორია მოცვის წარმოების ხელშეწყობის პროგრამისთვის შემოიღობა. ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში მიწის შესაბამისი დამუშავებაც მოხდა და მოცვის 9 ჯიშის ნერგიც გამოიყვანეს. საპილოტე პროგრამა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივაა და მას სოფლის მეურნეობის კორპორაცია ახორციელებს. ეს იყო ჩაის პლანტაცია გაველურებული, ბინადრობდნენ მტაცებელი ცხოველები, რითაც უკმაყოფილი იყო ადგილობრივი მოსახლეობა. გაიწმინდა ეს ტერიტორია, დაირგო ლურჯი მოცვი. დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა. კმაყოფილი არიან ყველანი. არის ძალიან ბევრი სამუშაო, რაც არის ჩვენთვის უკეთესი, იმიტომ რომ ეს იყო ისე, არ იყო აქ, იყო ჩაი, რომელიც არაფრად არ ვარგო და მოსავალი რო აგეღო, მაინც ვერ მოიხმარდი. აზრი არ ქონდა და მე მგონი უკეთესია ყველაფერი ეგ რო გააკეთეს. ეს ტერიტორია სპეციალურად შეირჩა. როგორც იდეის ავტორები ამბობენ, გამხმარი და ამორტიზირებული ჩაის პლანტაციების ნაცვლად ისეთი კულტურა შეარჩიეს, რომელიც ამ ნიადაგზე იხარებს. სამეგრელოს გარდა პროგრამის განსახორციელებლად შავიზღვისპირეთის 3 რეგიონი შეერჩა: სამეგრელო, გურია და აჭარა. ამ ეტაპზე 15 ჰექტარი. ამ ტიპის ნიადაგებისთვის ყველაზე მისადეგი კულტურა და შესაბამისი კულტურა ლიტერატურიდანაც და გამოცდილებიდანაც არის კულტურული კულტივირებული მოცვი, რომელიც წარმოშობაც არის ჩრდილოეთ ამერიკა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ ადგილობრივ მეწარმეებს, ფერმერებს, გლეხურ მეურნეობებს გვინდა შევთავაზოთ ეს ახალი კულტურა. აჭარაში ამ პროგრამის განსახორციელებლად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცეცხლაურის მეურნეობის ყოფილი პლანტაციები შეერჩა. ამ კენკროვანი კულტურების მოსაყვანად სოფელ ცეცხლაურში ნიადაგი უკვე მომზადებულია. ზუგდიდის მსგავსად მოცვის სადემონსტრაციო მეურნეობა აქ მალე მოიწყობა. პროგრამის მნიშვნელობაზე პრეზიდენტმა დღეს ზუგდიდში ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფო სოფლის მეურნეობის განვითარების სწორ გზას ადგას და სულ მალე მოსახლეობას გარანტირებული შემოსავალი ექნება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის რაც საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან რამდენიმე თვის წინ გააჟღერა, რეალური ხდება. ჩვენ ერთი თვით იყო ორი გამოსავალი, ან დაგვეცადა, სანამ ჩაის ხალხი თვითონ დაელოდება, რომ ჩაის პლანტაციები ბოლომდე გახმება აქ, იმიტომ რომ მთლიანად ჩაის გამოყენება შეუძლებელია, დიდი ნაწილი პლანტაციებს აღორძინდა, მაგრამ ერთ ნაწილს ვერაფერს ვეღარ უსამნო და აქ ხდება მეორე დაჭაობები, იმიტომ რომ თავისუფლად ჭაობები ამოაშრეს, ჩაირგოეს, მერე ხელახლა ხდება ისე დაჭაობება, ამიტომ უფრო სწორი გზა ამოარჩიეთ, უნდა ჩვენ თვითონ სახელმწიფომ შევქმნათ სტანდარტები, თუ რა არის უფრო მომგებიანი სოფლის მეურნეობა. სხვა განუდის მოდის მოსავალ ივლისში, ხო? ივლისში იწყება მოსავალი. და ჩვენ შეგვიძლია ივნისში მოვყავთ. ესე ჩვენ უნდა ვაზროვნოთ გლობალურად, უნდა შევხედოთ სამყაროს გარშემო, ხო? არის თქვა ვინ არის ამის წარმომადგენელი, თქვა ბალკანეთის ქვეყნები, ევროპაში სხვა ერთი-ორი ქვეყანა, აზიაში ერთი-ორი ქვეყანა, ხო? ნახოთ, სად შეიძლება ჩვენ შევიდეთ ისეთ მომენტში, რომ მათ გავასწროთ. თუ ჩვენ შეგვიძლია ერთი თვით ადრე მოვიყვანოთ და შეგვიძლია ესე გარანტირებული გასაღების ბაზარი გვაქვს მრავალი წლის განმავლობაში. ეს გარანტირებული შემოსავალია გარშემო ხალხს. და მეორე ასევე არსებობს ველური ეს მოცვი, რომელიც ზემოთ არის მთებში და ტყეებში და იქ საშუალებებს ვაყენებთ, რომ უბრალოდ ძალიან ბევრი ადამიანი შეაგროვოს და ბევრ ადამიანს გაუჩნდეს ელემენტარული შემოსავალი. ამიტომ აი ეს არის სოფლის მეურნეობა, ჩვენ გამოვაცხადეთ სოფლის მეურნეობაში ფულის ჩადება, გახსოვთ? მე ჩემს საპარლამენტო გამოსვლაში, მაგრამ ერთია რომ პარლამენტის ტრიბუნაზე ყელი მოიღერო და თქვა და მეორეა რომ აგერო, ჩამოხვიდეთ, ჩარგო და გააკეთო. და ეს კეთდება ყველაფერი, რაც თქვით, ყველაფერს მივიყვანთ ბოლომდე. ეს დაპირება ნამდვილად შესრულდება, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ადამიანების ელემენტარული შემოსავლის წყარო, ელემენტარულად ოდნავ მაინც წელში გამართული ჩვენი ოჯახები და ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა არაფერი არ არის. მნიშვნელოვანია თვითონ საქართველოს დარეგისტრირება, ესე ვთქვათ, როგორც მოცვის წარმოებლის, ანუ იმის ახსნა იმ ინვესტორებისთვის, ვისაც აინტერესებს მოცვის წარმოებაში ფულის ჩადება, რომ საქართველოს შეიძლება მოცვი იწარმოებოდეს და ეს იყო მაგრამ თუ ნახოთ რა იყო აქ ადრე, ამისათვის სურათებიც არ გჭირდებათ, შეგიძლიათ ეგერ გვერდზე გადახვიდეთ. აი ეს გატყევებული პლანტაციაა ჩაის. და ესე რაც გაკეთდა. აი ეს იყო ბუჩქნარი და უიმედობის და უპერსპექტივების სრული განცდა. ეს არის რაც შეიცვალა.
არ გამორიცხავენ, რომ ზუგდიდში განხორციელებული მოცვის სადემონსტრაციო მეურნეობა სანერგეც იყოს. აქ სოფელ რუხის მცხოვრებლები არიან დასაქმებული. პროგრამის დასრულების თარიღად 2013 წელი სახელდება. ვარაუდობენ, რომ მოცვის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მოწეული მოსავლის რეალიზაცია არ გაჭირდება. მომხმარებელი კი არა მარტო ადგილობრივი ბაზარი იქნება. ამის მიზეზი კი საერთაშორისო ბაზარზე მოცვზე გაზრდილი მოთხოვნილებაა.